მშვიდობის 30 ოქტომბერს BMG TV-ზე საქმის კურსის ეთერში ვაჯამებთ ამბებს ბიზნესზე და ეკონომიკაზე. მე ანა ლაპიაშვილი ვარ და სამუშაო დღის ბოლოს მნიშვნელოვან საქმიან ამბებს გიყვებით BMG-ის გუნდის წევრებთან ერთად. Silk Road ჯგუფმა პირველი საერთაშორისო $400 მილიონი ღირებულების ობლიგაციების გამოშვება დაასრულა. Ამბასადორი Island Batum-მა ხელოვნური კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობის ნებართვა მიიღო. საქართველოში პირველი ინდუსტრიული მასშტაბის მზის ელექტროსადგურები ამოქმედა. ელჰაბის კასპის მზის სადგურის და ალაზნის მზის ჯამური სიმძლავრე 10 მეგავატამდეა. 9 თვეში ენერგეტიკულ ბირჟაზე 129.8 გიგავატ-საათი ელექტროენერგია გაიყიდა, რაც მთლიანი მიწოდების მხოლოდ 1.1%-ია. გალტენ ტაგარტი მიუთითებს, რომ მოცულობა მკვეთრად არის გაზრდილი ბოლო თვეებში, თუმცა მაინც არ არის საკმარისი ფასზე და მიწოდების ტენდენციებზე კვალიფიციური დასკვნების გასაკეთებლად. 2025 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით საქართველოში 8597 მშენებლობის ნებართვა გაიცა, რაც წინა წლის პერიოდთან შედარებით 2.8%-ით ნაკლებია. მესამე კვარტალში საქართველოში საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 3 მილიონი შემოსვლა დაფიქსირდა. ეს წლიურად 6.6%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. აქედან 2.5 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტი იყო, 7%-ით მეტი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. საქსტატის ინფორმაციით გაზრდილია უცხოელი ვიზიტორების საშუალო დანახარჯი ერთ ვიზიტზე და 2400 ლარს აღემატება. Lukoil საქართველოს და Lukoilis ყველა საერთაშორისო აქტივს Gunvor Group იყიდის. კომპანია შვედი ბიზნესმენის Torbjörn Torg Qvistis და რუსი მილიარდერის გენადი ტიმჩენკოს მიერ არის დაფინანსებული, თუმცა ტიმჩენკო ამჟამად აქციონერთა შორის აღარ არის. Silk Road ჯგუფმა წარმატებით დაასრულა პირველი საერთაშორისო $400 მილიონი ღირებულების ობლიგაციების გამოშვება. 5 წლიანი ობლიგაციების განაკვეთი 7.9%-ია. კომპანიაში ამბობენ, რომ ეს უნიკალური ტრანზაქცია საქართველოს ისტორიაში, როგორც ქართული კომპანიის მიერ განხორციელებული უმსხვილესი კერძო კორპორატიული ემისია, რომელმაც ქართულ ემიტენტებს შორის ყველაზე დაბალ სპრედს მიაღწია, ისევ როგორც ქვეყნის პირველი საერთაშორისო ემისია 2024 წლის ივლისის შემდეგ, რამაც მათივე შეფასებით ქართული მსესხობლებისთვის საერთაშორისო ბაზარზე წვდომა აღადგინა. Silknet-ის ჰოლდინგი 30 მილიონი დოლარის ინვესტიციით ქვეყანაში ასევე მაღალ ტექნოლოგიურ cloud სერვისების დატა ცენტრის მშენებლობას აანონსებს. ეს ქვეყანაში პირველი AAA+ კატეგორიის დატა ცენტრი იქნება, რომელიც კომპანიის ინდუსტრიულ კლიენტებს, უმსხვილეს კლიენტებს სასერვერო მომსახურებას გაუწევს. ჩვენ გვაქვს ყველაზე მაღალი, ყველაზე დიდი თანხარი 400 მილიონი ერთ კორპორატიულ კლიენტზე აღებული. ეს კონკრეტულად ერთ ჰოლდინგზე აღებული არის ყველაზე მაღალი 400 მილიონი, რაც ძალიან დიდი საქმეა ჩვენი კომპანიისთვის. ეს არის ბევრწლიანი შრომა, ჩვენ რეიტინგი მივიღეთ ძალიან მაღალი, Fitch-მა მოგვანიჭა BB-, ანუ ასე ვთქვათ, საქართველოს ქვეყნის სუვერენული რეიტინგი არის BB და ერთი ასე ვთქვათ, თან რიგით დაბალი არის, ძალიან მაღალი შეფასება და ეს ძალიან საპატიოა ჩვენთვის და აი ამას საშუალება მოგცვა, რომ მიგვეღო ესეთი მაღალი, დიდი, ასე ვთქვათ, 400 მილიონი, ესე დაბალ ფასად და ამით ჩვენ უკვე განვახორციელებთ ინვესტიციებს უკვე ყველა მიმართულებაში, რაც არის გაცხადებული და ჩვენი სტრატეგიული მიმართულებებია. ინვესტორებთან შეხვედრაზე, რა თქმა უნდა, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმის გაგება თუ რა ხდება ახლა საქართველოში. განსაკუთრებით იმიტომ, რომ დიდხანს ბაზარზე ობლიგაციები აღარ თავსდებოდა. მათთვის საქართველოზე ბევრი კარგის თქმა შევძელით. საქართველოს ეკონომიკაზე, ზრდაზე, ძალიან დაბალ ინფლაციაზე. ყველა ეს მაკროფაქტორი ქვეყნის მიმართ დიდ ნდობას განაპირობებს, რომ ის სწორად იმართება. ასევე უნდა აღენიშნოს ცენტრალური ბანკის როლიც ვალუტის სტაბილურობის შენარჩუნებაში. ყველაფერი ეს მნიშვნელოვანია. კომპანია, რომელიც კაპიტალის ბაზარზე შედის, ძალიან ღია უნდა იყოს და ინვესტორებს უნდა აჩვენოს, რომ ისინი უსარგებლო რისკზე არ მიდიან. ამის შემდეგ მხოლოდ ის გჭირდება, რომ ინვესტორი ინფორმირებული გყავდეს და შენს დასახულ მიზნებს მიხვე. კომპანია გარკვეულ დათქმებს მიხვება, რომლებსაც არ გადავა. UBS-ი ტრანზაქციის ერთობლივი წამყვანი მენეჯერის როლს ასრულებდა.
გამოვიდა. ჩვენ უკვე რამდენიმე წელია რაც Silk Road-თან თანამშრომლობთ. ვიყავით ჩართული ობლიგაციების თავდაპირველ ტრანზაქციაში. ამიტომ სასიამოვნოა, რომ 7 წლის შემდეგ აქ ვართ, რათა გავაგრძელოთ პარტნიორობა Silk Road ჯგუფთან. ჩვენი ჩართულობა ტრანზაქციის სხვადასხვა ნაწილს მოიცავს. მათ შორის აქტიურად ვიყავით ჩართულნი სარეიტინგო სააგენტოების მუშაობაში. ჩვენ Silk Road ჯგუფთან ვითანამშრომლეთ იმ საკრედიტო ისტორიის შესაქმნელად, რომელსაც საბოლოოდ საკრედიტო ინვესტორებს წარუდგენთ. ეს შედარებით ხანგრძლივი სამუშაო პროცესი იყო და ტრანზაქციის ამ ნაწილზე JP Morgan-თან ერთად მუშაობდით. ეს იყო ფანტასტიკური კომბინაცია და შესანიშნავი შედეგი ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ. ეს იყო ყველაზე დაბალი სპრედი, რაც კი ოდესმე მიღწეულა საქართველოში კერძო ემიტენტის მიერ. მიზეზი ვფიქრობ ალბათ ორია. ერთ-ერთი ის არის, რომ ბაზრის პირობები უკიდურესად მდგრადი და კონსტრუქციული იყო და ეს აისახება ემისიების დიდ რაოდენობაში. ასევე ემიტენტებისთვის გლობალურად უფრო ხელსაყრელი პირობებით ემისიებში. კონკრეტულად Silk Road-ის შემთხვევაში, როგორც აღწერე, ეს იყო ინვესტორების ნდობისა და მათი საკრედიტო ისტორიისადმი რწმენის მოპოვების მოგზაურობა. ეს ყველაფერი 2019 წელს Silknet-ის პირველი ობლიგაციით დაიწყო, შემდეგ 2022 წელს რეფინანსირებით და ახლა მოგეხსენებათ Silk Road ჯგუფმა პირველი ობლიგაცია გამოუშვა. ამგვარად ინვესტორებმა დიდი ნდობა მოიპოვეს Silk Road ჯგუფის საკრედიტო ისტორიის მიმართ და მენეჯმენტმა შეასრულა ის, რაც ინვესტორებს დაჰპირდა ოპერაციული მაჩვენებლების თვალსაზრისით. ამბასადორი აილენდ ბათუმის ხელოვნური კუნძულის ტერიტორიაზე ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობის ნებართვა გასცა. ნებართვის საფუძველზე მოცემულ ტერიტორიაზე ულტრათანამედროვე მრავალფუნქციური შენობის მშენებლობა დაიწყება, რომელიც თავისი არსით ისტორიულ მნიშვნელობას ატარებს, რადგან კუნძულის ტერიტორიაზე პირველ შენობა-ნაგებობას წარმოადგენს და მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა შეიძინონ მათთვის სასურველი საცხოვრებელი და საინვესტიციო უძრავი ქონება. მრავალფუნქციური ნაგებობა გააერთიანებს საცხოვრებელ აპარტამენტებს, სასტუმროს, ღია და დახურულ აუზებს, ფიტნეს ცენტრებს, გასართობ გამაჯანსაღებელ სივრცეებს, ბრენდულ ბუტიკურ მაღაზიებს და ვერტოდრომს. პროექტის 26 ჰექტარი მიწის ფართობი მიღებული არის უკვე ექსპლუატაციაში. სამშენებლო და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს მიერ შავი ზღვის აკვატორიაში ხელოვნური კუნძულის პროექტის პირველ ფაზას დასავლეთ ნახევარკუნძულის 26 ჰექტარის ექსპლუატაციაში მიღებას საფუძვლად პროექტის შესაბამისობის შესახებ სამხარაულის ეროვნული ბიუროს საექსპერტო დასკვნა დაედო, რომელიც როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი სპეციალისტების ჩართულობით მომზადდა. საქართველოს მომავალში ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შესანარჩუნებლად რამდენიმე მიმართულებით უნდა იმუშაოს. ეს ახლო აღმოსავლეთის და ცენტრალური აზიის რეგიონში. IMF-ის დირექტორმა განაცხადა, BMG-ის კითხვის საპასუხოდ ჯიჰად ასური ამბობს, რომ საქართველოს უნდა გააგრძელოს მუშაობა როგორც ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, ასევე საფინანსო სექტორის მდგომარეობის გამტკიცების ნაწილში. ჯიჰად ასური აღნიშნავს, რომ როგორც საქართველოში, ასევე რეგიონის რამდენიმე ქვეყანაში მიმდინარე წელს მაღალ ეკონომიკურ ზრდასთან ერთად ინფლაციის დაჩქარებაც შეინიშნება. მისი თქმით, რეგიონის ქვეყნებისათვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას გლობალური გაურკვევლობა წარმოადგენს. მიმდინარე წლის ივნისში საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოსთვის 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7.2%-მდე გაზარდა. ეს რეგიონის რამდენიმე ქვეყანას ეხება. წელს ეკონომიკური ზრდის კუთხით კარგი მაჩვენებლები ინფლაციის ზრდასთან იყო შერწყმული. ინფლაცია ოდნავ აღემატება სამიზნე მაჩვენებლებს, მაგრამ მოსალოდნელია, რომ მომავალ წელს თანდათან შემცირდება. ფისკალური ბუფერების გაძლიერება, ფინანსური სექტორის სტაბილურობის შენარჩუნება, ფინანსური სექტორის მდგომარეობის გაუმჯობესება, საგარეო ბუფერების შექმნა. ეს ის ზომებია, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუწყოს საქართველოს ეკონომიკის სტაბილურობას მოკლევადიან პერსპექტივაში. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ მაღალი გაურკვევლობის გარემოში ვიმყოფებით. ვფიქრობ, უნდა ვაღიაროთ, რომ გლობალური გაურკვევლობის დონე მაღალია და შესაძლოა დაგვიანებით იჩინოს თავი. ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონის იმ ქვეყნებისთვის, რომლებმაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში შედარებით კარგი ზრდის დონით ისარგებლეს, ეს ზრდა ზოგიერთი რეფორმის დაჩქარებით და ამავდროულად სტაბილურობის შენარჩუნებით განამტკიცონ. სტაბილურობის შენარჩუნების პარალელურად ზრდის მეორე ბერკეტი არის სტრუქტურული რეფორმების გზით საქართველოს ეკონომიკის მეტი ინვესტიციის მოზიდვის უნარის დაჩქარება. საქართველოს ვაჭრობის, ლოგისტიკისა და დაკავშირებადობის კუთხით რამდენიმე გზაჯვარედინზე იმყოფება. ბიზნეს გარემოს გაუმჯობესება, ბიზნესის ხარჯების შემცირება, ასევე წარსულში ურთიერთობების მიმართულებით გარკვეულ დაძაბულობასთან გამკლავებამ. ეს ის ნაბიჯებია, რომლებიც საქართველოს დაეხმარება ეკონომიკური ზრდის კუთხით სრული სარგებელის მიღებაში. რეგიონის ქვეყნებთან დაკავშირებადობის გაზრდა ინფრასტრუქტურის, ისევე როგორც ტრანზაქციების ხარჯების შემცირება დაეხმარება საქართველოს გააგრძელოს ინვესტიციების მოზიდვა. ტურიზმის ინფრასტრუქტურის
სექტორის განვითარება, სექტორი, რომელიც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სწრაფად იზრდებოდა, ასევე უზრუნველყოფს საქართველოს ეკონომიკის დამატებით ზრდის პოტენციალს. თუ საქართველოს მთავრობას სავალუტო ფონდთან ახალი პროგრამის დაწყების ინტერესი ექნება, ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ ეს მოთხოვნა. ასე პასუხობს IMF-ი კითხვას, სჭირდება თუ არა საქართველოს ახალი პროგრამა. ფონდში განმარტავენ, რომ საქართველოს ტექნიკური დახმარების პროექტების ერთ-ერთი მსხვილი ბენეფიციარია, თუმცა რაც შეეხება ახალი პროგრამის დაწყების შესაძლებლობის განხილვას, ეს საქართველოს მთავრობის ინტერესია დამოკიდებული. თავად მთავრობას კი ამ დრომდე IMF-ისგან ახალი პროგრამა არ მოუთხოვია, რის არგუმენტადაც ფინანსთა მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ამ მიმართულებით კონკრეტული საჭიროება არ გამოკვეთილა. ეკონომისტების ნაწილი ვარაუდობს, რომ საქართველოს ხელისუფლება კვლავ არ არის მზად რეალურად გაატაროს სხვადასხვა მიმართულებით რეფორმა და იმ ფისკალურ ჩარჩოებში მოექცეს, რომელსაც პროგრამის ფარგლებში IMF-ი ითხოვს. რეალურად სჭირდება თუ არა საქართველოს IMF-ის ახალი პროგრამა, ნუცე შუბაშვილის სიუჟეტში მოუყარეთ დღევანდელ შეფასებებს თავი. ვფიქრობ, რომ აღდგება, თუმცა როგორი იქნება ეს ახალი პროგრამა ჩამოყალიბდება თუ არსებულის განახლება იქნება, ვფიქრობ, რომ არსებულის განახლება შესაძლებელია და ახალის დაწყება შესაძლებელია მოკლედ. ეს კომენტარი ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ჯერ კიდევ გასული წლის ივნისში გააკეთა, როდესაც იმედოვნებდა, რომ სავალუტო ფონდის შეჩერებული 280 მილიონიან დოლარიანი პროგრამა უკვე მიმდინარე წელს განახლდებოდა, ანდაც ახალი პროგრამა დაიწყებოდა. დღეს კი, როდესაც შეჩერებულ პროგრამას ვადა რამდენიმე თვის წინ გაუვიდა, ამ დრომდე საქართველოს მთავრობას ფონდისგან ახალი პროგრამა არ მოუთხოვია. გიორგი კაკაურიძე უკვე დღეს ამბობს, რომ გასული წლებისგან განსხვავებით ამ ეტაპზე ჯერჯერობით არ გამოკვეთილა მიმართულება და რეფორმა, რომელიც საქართველოსთვის სავალუტო ფონდთან ახალი პროგრამის დაწყების საჭიროებას გამოკვეთდა. შესაბამისად, ხელისუფლება ახალი პროგრამის მოთხოვნას არ ჩქარობს. ახალი პროგრამა არ მოგვითხოვია. ჩვენ პროგრამა ჭირდებოდა და გვაქვს ყოველთვის, როდესაც იყო პრობლემური საკითხები, მათ შორის ეს დაემთხვა ჯერ 2014 წლის პერიოდში იყო კრიზისი, შემდგომ უკვე კოვიდის პერიოდი, როცა ახალ პროგრამაზე შევთანხმდით, ანუ როდესაც გარკვეულწილად იყო ბიუჯეტის დეფიციტის, მაკროეკონომიკური სტაბილურობის გარკვეული რისკები და შესაძლებელი იყო დაგჭირებოდა მათი დახმარება, ფინანსურ დახმარებას გულისხმობ, მათ შორის საგადამხდელო ბალანსის მიმართულებით, მაგ შემთხვევაში პროგრამა ჰქონდა. დღეს ჩვენ ეს რეალობა არ გვაქვს, დღეს არის რომ პროგრამის ერთ-ერთი საკითხი, რაც შეიძლება მოვითხოვოთ, ისიც თანხის გარეშე, უბრალოდ რომ პროგრამა გქონდეს, ეს არის თუ რაიმე რეფორმების დღის ეს რიგი გვექნება, რომელშიც დაგჭირდება მათი დახმარება. ანუ რეფორმები მუდმივად ხორციელდება, მაგრამ ყველა რეფორმაში, რა თქმა უნდა, არ არის სავალუტო ფონდის ექსპერტიზა საჭირო. იმას, რომ ამ ეტაპზე საქართველოს მთავრობასთან ახალ პროგრამაზე მსჯელობა არ მიმდინარეობს, ადასტურებს სავალუტო ფონდის დირექტორი. ახლო აღმოსავლეთსა და ცენტრალურ აზიაში. თუ საქართველოს მთავრობას სავალუტო ფონდთან ახალი პროგრამის დაწყების ინტერესი ექნება, ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ ეს მოთხოვნა. ასეთია ფონდის პოზიცია. სავალუტო ფონდსა და საქართველოს შორის ურთიერთობა ძალიან მტკიცე და ხანგრძლივია. ჩვენ საქართველოს რეფორმების მთელი გზის განმავლობაში ვეხმარებოდით როგორც პროგრამებით, ასევე შესაძლებლობების განვითარებით, რაც ტექნიკური დახმარების პროექტებს მოიცავს. საქართველოს ფონდის საშუალებების განვითარების ერთ-ერთი უმსხვილესი მიმღებია. ჩვენ ბოლო 10 წლების განმავლობაში საქართველოს არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელებაში დავეხმარეთ. შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს ხელისუფლებასთან, თუ კი საქართველოს მთავრობა დაინტერესდება ახალი პროგრამით, ფონდი მზად იქნება განიხილოს ეს მოთხოვნა. სავალუტო ფონდმა საქართველოსთან წინა პროგრამა ჯერ კიდევ 2023 წლის ზაფხულში თავად შეაჩერა. რისი მიზეზიც მათ შორის ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობაზე არსებული კითხვები და სახელმწიფო საწარმოების რეფორმასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა იყო. რატომ არ ითხოვს საქართველოს მთავრობა IMF-ისგან ახალ პროგრამას? ეკონომისტების ნაწილი ვარაუდობს, რომ საქართველოს ხელისუფლება კვლავ არაა მზად რეალურად გაატაროს სხვადასხვა მიმართულებით რეფორმები და იმ ფისკალურ ჩარჩოებში მოექცეს, რომელსაც პროგრამის ფარგლებში IMF-ი ითხოვს. როდესაც ვლაპარაკობთ იმაზე, თუ რატომ არ უნდა ქართულ ოცნებას IMF-ის პროგრამა, პასუხი არის ქართულ ოცნებას არ უნდა რეფორმების განხორციელება და შესაბამისად, როდესაც IMF-ი ითხოვს, რომ შენ უნდა იყო ფისკალურად კონსერვატული, შენ უნდა გქონდეს სტაბილური მაკროპოლიტიკა და ასე შემდეგ, ამ პირობების შესრულება არ უნდა დღეს ქართულ ოცნებას. მაგალითს მოვიყვანთ რა. მაგალითად, IMF-ის პროგრამასთან სრულად შეუთავსებელი იქნება ეს არაბული ინვესტიცია, სადაც სახელმწიფო შედის კაპიტალში, როგორც აღმოჩნდა და იღებს ვალდებულებებს, რომელიც საბოლოო ჯამში დააწვება სახელმწიფო ბიუჯეტს, დააწვება სახელმწიფოსში გადასახადების გადამხდელებს.
აი მაგალითად ჩვენ რო გქონდეს მიმდინარე AFF-ის პროგრამა, ექსპერტები IMF-ის ძალიან ბევრ კითხვას დაუსვამდნენ საქართველოს მთავრობას, თუ რასთან გვაქვს საქმე, როდესაც ამ პირველ წყალებში 6 მილიარდიან ინვესტიციაზეა საუბარი. მართალია მთავრობა ამბობს, რომ ამ ეტაპზე სავალუტო ფონდთან ახალი პროგრამის დაწყების კონკრეტული საჭიროებები არ იკვეთება, თუმცა სპეციალისტების ნაწილი ამ მოსაზრებას არ იზიარებს. მათი შეფასებით, ახალი პროგრამის საჭიროება სწორედ ახლა არსებობს, როდესაც საქართველოს მკვეთრად გაუარესებული აქვს ურთიერთობები პრაქტიკულად ყველა დასავლელ პარტნიორთან, ხოლო საბიუჯეტო თანხების მობილიზების მიმართულებით გარკვეული გამოწვევები უკვე სახეზეა. ჩვენ ქვეყანასგან ნებისმიერ ქვეყანასთან თუ არ ტარდება რეფორმები, IMF-ის მიდგომა არის ეს, IMF-ი არ დაგვაძალებს და რაღაცა სახაზავით ხელებზე ცემას არ დაგვიწყებს, რომ აუცილებლად ეს გავაკეთოთ. მე ვერ ვიტყოდი, რომ საჭიროება არ არის, პირიქით ვიტყოდი, რომ საჭიროება არის, ეს საჭიროება არის პირდაპირ და საჭიროება არის ირიბი, ამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პოზიციას კითხულობს ნებისმიერი ინსტიტუციური ინვესტორი, რომ შეაფასოს რამდენად გამართულია და ტრანსპარენტულია და მზად არის ეს კონკრეტული ქვეყანა, რომ ის შემოვიდეს და აქ რაღაც საქმე გააკეთოს. რადგან არ არის სავალუტო ფონდი და ეს მიზეზი, რის გამოც არ არის სრულიად ნათელი, არის საკმარისი, რომ ნორმალური წესიერი ინსტიტუციური ინვესტორისთვის წითელი დროშა ჩაარჩოს ამ ჯრუკის ამ ტერიტორიას და მოერიდოს და გვერდი ააქციოს აქ კონკრეტულ ინვესტირებას. აქ საუბარი არ არის 200 მილიონზე. აქ საუბარი არის რეპუტაციაზე, როგორც IMF-ისთვის სანდო პარტნიორი ქვეყნის რეპუტაცია. ჩვენ თუ ვამბობთ უარს ამ რეპუტაციაზე, ეს არის ან შეცდომა, ან დანაშაული, რაც მინდა ეს დავარქვათ, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ დღეს მსოფლიოში IMF-ის პროგრამის საკუთარი ინიციატივით არ დაწყება, არ შედის არც ერთი პასუხისმგებლიანი მთავრობის და არც ერთი პასუხისმგებლიანი უწყების თუ ინსტიტუტის ინტერესებში. აღსანიშნავია, რომ სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში მიმდინარე თვეში ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ფინანსთა მინისტრი საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებს შეხვდნენ. როგორც სების პრეზიდენტმა ნათია თურნავამ აღნიშნა, ვიზიტის ფარგლებში IMF-თან ტექნიკური დახმარების პროექტების გაფართოებაზე შედგა საუბარი. როგორც ჩანს, უახლოეს წლებში საქართველოს სავალუტო ფონდთან ურთიერთობა ძირითადად ტექნიკური დახმარების მისიების ფარგლებში ექნება, რადგან მთავრობა ირწმუნება, რომ ამ ეტაპზე IMF-თან ახალი პროგრამის შეთანხმების საჭიროება არ იკვეთება. ცხრათვეში ენერგეტიკულ ბირჟაზე 129.8 გიგავატ-საათი ელექტროენერგია გაიყიდა, რაც მთლიანი მიწოდების მხოლოდ 1.1%-ია. კალდეტაგარტე მიუთითებს, რომ მოცულობა მკვეთრად არის გაზარდილი ბოლო თვეებში, თუმცა მაინც არაა საკმარისი ფასზე და მიწოდების ტენდენციებზე კვალიფიციური დასკვნების გასაკეთებლად. 2025 წლის მაისში, ივნისში და ივლისში ვაჭრობის მოცულობის ზრდა დაკავშირებული არის ალტერნატიულ ბაზრებზე ფასის სიმცირესთან. ეს შესაძლებელი ფასი ამ პერიოდში რეგულაციიდან გამომდინარე 1 კილოვატ-საათზე 4 თეთრი და 21.100 იყო. დღით ადრე ბაზარზე ვაჭრობა გააქტიურება მას შემდეგ მოხდება, რაც ქვეყანა გადავა საათობრივ ანგარიშწორებაზე. ეს უკანასკნელი კი 2027 წლის ივლისისთვის არის დაგეგმილი, წერს საინვესტიციო ბანკი კალდენტაგარტი მიმოხილვაში. 2027 წლის ივლისამდეა გადავადებული ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედებაც. წელს ელექტროენერგიის ექსპორტი 51%-ით შემცირდა. კალდენტაგარტის მონაცემებით წინა წლისგან განსხვავებით ექსპორტის სეზონი მაისის თვეში დაიწყო და ივლისში დასრულდა. სულ საექსპორტო ბაზარზე 9 ტერავატ-საათი ელექტროენერგია გავიდა. მთავარი საექსპორტო ბაზარი კვლავ თურქეთი იყო. ექსპორტის 78.9%-იანი წილით. ექსპორტის 10.3% სომხეთში გავიდა, 9.8% აზერბაიჯანში და 1.4% რუსეთში. კალდენტაგარტი მიუთითებს, რომ ექსპორტის შემცირება თურქეთის ბაზარზე ფასების კლების შედეგად ექსპორტიორების მხრიდან შემცირებულ ინტერესს და ადგილობრივი განახლებადი ენერგიის წარმოების კლებას უკავშირდება. 2025 წლის 9 თვეში ტოპ 3 ექსპორტიორი თურქეთისათვის იყო ბაქუფაკ სოლუშენსი, აჭარა ენერჯი 2007 და საქართველო ურბან ენერჯი. აღსანიშნავია არის, რომ თურქეთის მიმართულებით 52.6 გიგავატ-საათის ექსპორტი განხორციელდა საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მხრიდან, რომლის
მიზანიც იყო თურქეთთან ისტორიული ბალის დაფარვა. ექსპორტიდან მიღებული შემოსავლებით 52%-ით შემცირდა და 23.5 მილიონი დოლარი შეადგინა. კლება უკავშირდება როგორც მოცულობის, ისე საექსპორტო ფასის კლებას. ექსპორტის საშუალო ღირებულება კილოვატ-საათზე 4.6 ცენტი იყო. რუსული ენერგოგიგანტი ლუკოილი მისი საერთაშორისო აქტივების გაყიდვის შესახებ განცხადებას ავრცელებს კომპანიის ინფორმაციით, მათ მიიღეს შემოთავაზება კვიპროსში რეგისტრირებული გონვორ გრუპისგან, მათი საერთაშორისო აქტივების მფლობელი კომპანიის ავსტრიაში რეგისტრირებული Lukoil International GmbH-ის ყიდვის თაობაზე. გარიგების ღირებულება უცნობია. ნავთობით მოვაჭრე გონვორ გრუპი შვედი ბიზნესმენის Torbjörn Torgqvists რუსი მილიარდერის გენადი ტიმჩენკოს მიერ არის დაფუძნებული. განცხადების მიხედვით ლუკოილი მისი აქტივების გონვორ გრუპზე გასხვისებას დათანხმდა, თუმცა გარიგებას ესაჭიროება იმ ქვეყნების თანხმობა, რომლებმაც მათ სანქციები დაადეს. შტატებმა ლუკოილს ფინანსური სანქციები 2025 წლის 22 ოქტომბერს დააკისრა. მიუთითა, რომ კომპანიას აძლევს ერთვიან გარდამავალ პერიოდს 2025 წლის 21 ნოემბრამდე, რათა მისი საერთაშორისო აქტივები გაყიდოს. ამ თარიღის შემდეგ ლუკოილის შვილობილები, რომლებიც რუსეთს გარეთ იმყოფებიან, საბანკო გადახდებს ვეღარ მიიღებენ. არსებული მდგომარეობით ლუკოილ საქართველოს გენერალური დირექტორის პოსტს რუსეთის მოქალაქე რომან პეტრაშოვი იკავებს. კომპანია საქართველოში საკუთრებაში არსებული 24-26 იჯარით აღებული და 10 ფრანჩაიზული ავტოგასამართის სადგურით ოპერირებს, რომლებიც ქვეყნის ყველა რეგიონშია განთავსებული. ევროკავშირი საქართველოს მოუწოდებს შეზღუდოს საქართველოს გავლით რუსეთისკენ იმ პროდუქციის ექსპორტი, რომელიც რუსეთის ეკონომიკის ძირითად სექტორებს აძლიერებს. თბილისის საკრებულოს მერვე მოწვევის პირველ სხდომაზე დეპუტატებმა საკრებულოს თავმჯდომარედ ზურაბ ბაბაშიძე აერჩიეს. შემოსავლების სამსახური ქონების გადასახადის დეკლარირებასთან დაკავშირებით მოსახლეობას დეკლარაციის შევსების ვადის ამოწურვამდე კიდევ ერთხელ შეახსენებს, რომ დეკლარირების ვადა 1 ნოემბერია. 2025 წლის სექტემბერში თვიური ხელფასის მიმღებთა რაოდენობა 985,975 ადამიანი იყო. ეს აგვისტოსთან შედარებით 4.9%-ით, 2024 წლის სექტემბერთან შედარებით კი 2.6%-ით მეტია. 2025-2026 წლების ზამთრის სანავიგაციო სეზონისათვის დამახასიათებელი მოთხოვნის შემცირების გამო სოხუმის აეროპორტში ფრენების შემცირებაა. ევროკავშირი საქართველოს მოუწოდებს შეზღუდოს საქართველოს გავლით რუსეთისკენ იმ პროდუქციის ექსპორტი, რომელიც რუსეთის ეკონომიკის ძირითად სექტორებს აძლიერებს. ამის შესახებ საუბარი არის სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის დევიდ ოსალივანის წერილში, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიიღო. სალივანი მადლობას უხდის საქართველოს უკვე გადადგმული ნაბიჯებისათვის, რათა არ მოხდეს ევროკავშირის მიერ რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების გვერდის ავლა. და ამავე დროს თხოვნით მიმართავს შეზღუდოს ევროკავშირის წარმოშობის იმ ნივთების რეექსპორტი, რომლის შეძენასაც რუსეთის სასოწარკვეთილად ცდილობს თავისი საომარი მოქმედებების უზრუნველსაყოფად და რომელსაც რუსეთის სამრეწველო ბაზრის მხარდაჭერა შეუძლია. ასეთია მაგალითად მილსადენისთვის განკუთვნილი მოწყობილობები ან სპეციალიზებული ფოლადის კონსტრუქციები. წერილში საუბარია, რომ საქართველოს უნდა აკრძალოს ევროკავშირის წარმოშობის HS კოდის ACG-ს სიაში არსებული პროდუქციის რეექსპორტი რუსეთში. მიუხედავად იმისა, რომ ამ საქონლის უმეტესობა არ არის ტრადიციული გაგებით ორმაგი დანიშნულების ნივთები, მათი რეექსპორტი აძლიერებს რუსეთის ეკონომიკის ძირითად სექტორებს. მაგალითად, მილსადენებისთვის განკუთვნილი მოწყობილობები ან სპეციალიზებული ფოლადის კონსტრუქციები საჭიროა რუსეთის მინერალური რესურსების ინდუსტრიისთვის. ეს სექტორი რუსეთის ბიუჯეტის ერთ-ერთი მთავარი დარგის საარსებო წყაროა. ამიტომ თქვენ დამიპატივისცემით მოგმართავთ თხოვნით, რომ აკრძალოთ ევროკავშირის წარმოშობის ყველა ამ სიაში მითითებული ნივთისა და ამ კოდების მქონე პროდუქციის რეექსპორტი რუსეთში. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს არ არის ამ საქონლის ძირითადი რეექსპორტიორი, რეგიონის ქვეყნებმა უკვე იპოვეს გზა ამ საკითხის მოსაგვარებლად და არსებობს რისკი, რომ საქართველოს ამ ნივთებით ალტერნატიული უკანონო ვაჭრობის გზად იქცეს. ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია სასარგებლო იქნება თქვენი შესაბამისი ორგანოებისთვის, რათა გაგრძელდეს შესაბამისი ზომების მიღება და სანქცირებული საქონლის რეექსპორტი აღარ მოხდეს რუსეთში, სადაც მისი გადამისამართება ხდება სამხედრო ინდუსტრიის მხარდასაჭერად.
საქსტატმა 2025 წლის სექტემბრის სისხლის სამართლის სტატისტიკის მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულზე დევნა სულ 79 ადამიანის მიმართ არის დაწყებული. დევნის დაწყების მიზეზი ყველაზე მეტ 37 შემთხვევაში საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვებას, შენახვას, რეალიზაციას ან გადაზიდვას უკავშირდება, რასაც მოსდევს ფულის გათეთრების 13 შემთხვევა. შემოსავლების სამსახური ქონების გადასახადის დეკლარირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და კიდევ ერთხელ შეახსენებს საზოგადოებას, რომ დეკლარირების ვადა 1 ნოემბრამდეა. გადასახადის გადამხდელთა ინტერესებიდან გამომდინარე, ფინანსთა სამინისტრის შემოსავლების სამსახური დეტალურად განმარტავს იმ პირთა კატეგორიას, რომელთაც 1 ნოემბერს ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება ეწურებათ. დეკლარაციის წარდგენა ევალება ფიზიკურ პირს, მათ შორის მეწარმე ფიზიკურ პირს თუ პირის და მისი ოჯახის წევრების შემოსავალი 2024 წლის მიხედვით 40,000 ლარს აღემატებოდა და საკუთრებაში აქვთ დასაბეგრი ქონება, უძრავი ქონება, მათ შორის დაუმთავრებელი მშენებლობა, შენობა-ნაგებობა ან მათი ნაწილი, იახტა, კატარღა, შვეულმფრენი თვითმფრინავი და მსუბუქი ავტომობილი ან ავტომობილები, გარდა მოტოციკლისა და მოპედისა. ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივები, მოწყობილობები და სხვა. ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულება საქართველოში ქონების მესაკუთრე უცხოელებსაც აქვთ, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა ისინი ამ ქვეყნის მოქალაქეები ან რეზიდენტები. შემოსავლების სამსახურის 28 ოქტომბრის მონაცემებით სექტემბერში ხელფასი 988,852 პირს ჩაერიცხა. მათგან 286-მა 100,000 ლარზე მეტი ხელფასი მიიღო. მათ ხელფასის სახით გადასახადების ჩათვლით 125,900,000 ლარზე მეტი ჩაერიცხათ. პარალელურად კვლავ მაღალი არის იმ პირთა რაოდენობა, ვისი თვიური არანზღაურებაც 100 ლარს არ აღემატება. უცხოების სტატისტიკა აჩვენებს, რომ 100 ლარამდე ხელფასი 10,516 ადამიანს ჰქონდა, მათ შორის ჯამში 565,554 ლარი განაწილდა. სექტემბრის მდგომარეობით ყველაზე მეტი დასაქმებულის ხელფასი საქართველოში 1,200-დან 2,400 ლარამდე დიაპაზონშია. ასეთია 353,610 პირი. გადასახადების გადახდამდე მათი ჯამური ხელფასი 600 მილიონს აღემატებოდა. 2,400-დან 3,600 ლარამდე დარიცხული ხელფასი გასულ თვეში 165,651 დაქირავებულმა მიიღო, რაც ჯამში 478 მილიონ 300,000 ლარის ჯამურ ხელფასს ნიშნავს. 2025 წლის სექტემბერში ჯობსჯიზე გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა როგორც წინა თვესთან, ისე წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა. ზრდის ძირითადი მამოძრავებელი ფინანსები და სტატისტიკა, ასევე ინფორმაციული ტექნოლოგიები და პროგრამირება აღმოჩნდა. 2025 წლის სექტემბერში ჯობსჯიზე 8,727 ვაკანსია გამოქვეყნდა. ეს მაჩვენებელი 2025 წლის აგვისტოსთან შედარებით 20%-ით მეტია. 2024 წლის სექტემბერთან შედარებით 4,7%-ით ზრდა არის. თვიური დინამიკა თვიურ ჭრილში აჩვენებს შემდეგ სურათს, რომ ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდა ფინანსებისა და სტატისტიკის კატეგორიაში 29%-ზე 4,1%-ული პუნქტით მეტი, ყველაზე მცირე ზრდა დაფიქსირდა ასევე ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და პროგრამირების კატეგორიაში 11,9%. ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით დიზაინ ბილდის მოდელით ინფრასტრუქტურული პროექტები აღარ განხორციელდება. ინფრასტრუქტურის ახალი მინისტრი რევაზ სოხაძე ამბობს, რომ პროექტირების ეტაპი დამოუკიდებელი პროცესი გახდება. ერთობლივად პროექტირება მშენებლობა კი მხოლოდ საგამონაკლისო შემთხვევაში იქნება დაშვებული. ვერანაირი კომპრომისი ხარისხთან და დროსთან დაკავშირებით ვერ მოხდება. შესაბამისად, ყველა კომპანია ამ თამაშის წესებს უნდა მოერგოს, ამბობს მინისტრი ინტერპელაციაზე პარლამენტის ტრიბუნიდან. რა კავშირი არის დიზაინ ბილდის მოდელის გაუქმებას ინფრასტრუქტურის ხარისხთან და როგორ აფასებს გადაწყვეტილებას კერძო სექტორი. ელინე გოგბერაშვილმა იმუშავა ამ თემაზე. ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით საგამონაკლისო შემთხვევების გარდა ამიერიდან ეგრეთ წოდებული დიზაინ ბილდის მოდელით ინფრასტრუქტურული პროექტები აღარ განხორციელდება. ეს ნიშნავს, რომ პროექტირებაზე ტენდერი სამშენებლო სამუშაოებისგან დამოუკიდებლად გამოცხადდება. აღნიშნული მიდგომა პროექტის განხორციელების ვადებს ზრდის, თუმცა, როგორც ახალი მინისტრი ამბობს, ორიენტირებულია ხარისხზე. უარი ვთქვით დიზაინ ბილდის
კონტრაქტის მოდელზე გამონაკლისის შემთხვევების გარდა გადავწყვიტეთ, რომ პროექტირების ეტაპი გამოვხოთ დამოუკიდებელ პროცესად და კონკურენციის პირობებში შევარჩიოთ საუკეთესო არქიტექტურული და საინჟინრო გადაწყვეტილებები. ამ მიდგომამ ბუნებრივად გაზარდა პროექტების მომზადების ვადები, თუმცა საბოლოოდ ეს ნიშნავს ხარისხზე გაკეთებულ სწორ არჩევანს. როგორც კერძო სექტორში ამბობენ, ეგრეთ წოდებული design build-ის მოდელი აქამდე ერთ-ერთ მაღალ რისკიან საკონტრაქტო ურთიერთობას წარმოადგენდა. ამიტომ როგორც ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, სამინისტროს ეს გადაწყვეტილება მინიმუმამდე შეამცირებს ინფრასტრუქტურის ხარისხთან და მისი შესრულების ვადებთან დაკავშირებულ პრობლემებს. პროექტირების ნაწილში სახელმწიფოს მხრიდან, ამ შემთხვევაში ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხრიდან მნიშვნელოვანი ყურადღების და ხარისხობრივი მოთხოვნების ზრდას სახელმწიფოს მივესალმებით. ამით თუ ეს მშენებლის ინტერესს წარმოადგენს, რამე თუ მინიმუმამდე იქნება დაყვანილი პროექტირების დაბალი ხარისხიდან გამომდინარე პრობლემები, რომლის მოგვარებაც ფაქტიურად მე მშენებელის იმპლემენტაციის ეტაპზე ხდება ხოლმე, რომელიც ხშირად არის და ხშირად მინისტრს არაერთხელ ახსენა თავის გამოსვლაში პრობლემების გამომწვევი, როგორც პროექტების შესრულების კუთხით, ისევე ხარისხობრივი კუთხით და ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა და რასაც სწორი გადაწყვეტილება მიღებული. Design build-ის მოდელით პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებულ ხარვეზებზე საუბრობენ საპროექტო კომპანიებიც. მათი ნაწილი ამბობს, რომ სამინისტროს გადაწყვეტილებით პროექტის შესრულების ვადები შეიძლება გახანგრძლივდეს, თუმცა ხარისხობრივი პარამეტრების გაუმჯობესებისთვის ეს ნამდვილად სწორი ნაბიჯია. პრინციპი იყო ესეთი, რომ როდესაც მშენებელი აშენებდა პროექტს არქიტექტურულ ნაწილსაც ის აკეთებდა. და ამ ნაწილში ხშირ შემთხვევაში იყო ხარვეზები, დამკვეთიც და არქიტექტორიც ერთი კომპანია, მაგ დროს ერთმანეთის მიმართ ხარისხის შემოწმება არის ძალიან რთული. ანუ არქიტექტორთან მოთხოვნა აქვს ნაკლები და როდესაც სხვა კომპანია აკეთებს არქიტექტურულ ნაწილს და შედის სხვა სამშენებლო კომპანია, ის ყოველთვის ითხოვს მაქსიმუმს, ითხოვს ყველა დეტალის გარკვევას, რომ რაიმე შეცდომა არ დაუშვა მშენებლობაში. ეს იწვევს პირველ რიგში ხარისხის კონტროლს. სამშენებლო სფეროს სპეციალისტების ნაწილი ამბობს, რომ გამოწვევა ინფრასტრუქტურის ხარისხის კონტროლიც. სამშენებლო ლაბორატორიის ხელმძღვანელის თქმით, შესრულებული სამუშაოს ხარისხის შემოწმებას თავად მშენებელი კომპანიის მიერ შერჩეული აკრედიტირებული ლაბორატორია ახდენს, რაც ობიექტურ შეფასებას შეიძლება გამორიცხავდეს. მნიშვნელოვანი არის სახელმწიფომ თვითონვე დაუკვეთოს ამა თუ იმ ლაბორატორიას ხარისხის შემოწმება, რათა პასუხისმგებლობები იყოს მაქსიმალურად სწორად გადანაწილებული და არ იყოს იმ ხვრელების გამოყენება, რაც დღეს არსებობს, როდესაც მშენებელი თვითონ საკუთარი სურვილით ირჩევს ლაბორატორიას და ანუ თვითონ იხდის თავისი ჯიბიდან თანხას, რომ მიიღოს მისთვის სასურველი შედეგები. ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხობრივი სტანდარტების გაუმჯობესებასთან ერთად კერძო სექტორის სამართლიანი ფასწარმოქმნის მოდელის მნიშვნელობაზეც საუბრობს, რაც მათი შეფასებით პირდაპირ კავშირშია პროექტის შესრულების ვადებთან და ხარისხთან. საუბარია ეგრეთ წოდებულ ინდექსაციაზე, რაც ინფრასტრუქტურის მშენებლების შეფასებით ინსტიტუციური უნდა გახდეს და სამშენებლო პროექტის ინფლაციური რისკები დააზღვიოს. ინდექსაციის გადაწყვეტილება, როდესაც მიიღო სახელმწიფომ, ეს იყო აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება იმ დროს, თუმცა ეს იყო იმპულსური და ეს უნდა გახდეს ინსტიტუციონალური და სისტემური, რამე თუ ჩვენ ცხოვრობთ მაღალი, ესე ვთქვათ, ინფლაციის პერიოდში და მით უმეტეს სამშენებლო პროექტები, რომლებიც არიან გრძელვადიანი, აქ რაღაც პროგნოზირება ინფლაციის რთულია. შესაბამისად ინფლაციიდან გამოწვეული რისკები და ინფლაციის რისკი არ უნდა არსებობდეს და არ უნდა იყოს შემსრულების მხარეს და ამას ეს უნდა რეგულირდებოდეს და აბალანსებდეს ამ რისკებს და ამ ინფლაციას, ინდექსაციას, სწორედ ამ მექანიზმით არის გამოყენებული. ჩვენი ამოცანა არის, რომ ეს გახდეს ყველა გრძელვადიანი კონტრაქტების განუყოფელი ნაწილი, რომელიც თავის მხრივ უზრუნველყოფს ასევე ვადებსაც დროს და დროში პროექტების შესრულებას.
ინფრასტრუქტურის ხარისხობრივი სტანდარტების გაუმჯობესებისთვის სამინისტრო მომავალი წლიდან პროექტირების ეტაპზე ევროპული ნორმების, ეგრეთ წოდებული ევროკოდების დანერგვასაც აპირებს. ეს ნიშნავს, რომ საქართველოში შენობა ნაგებობების კონსტრუქციული დაპროექტება ევროპული სტანდარტების მიხედვით განხორციელდება. 2025 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით საქართველოში 8597 სამშენებლო ნებართვა გაიცა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.8%-ით ნაკლებია. ეს ნებართვები საერთო ჯამში 8.480.000 კვადრატული მეტრის ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობას ეხება, რაც წლიურად 1%-ით შემცირებული მაჩვენებელია. ნებართვების 70%-ზე მეტი მხოლოდ 4 რეგიონზე მოდის. თბილისი ლიდერობს 45.3%-ით, შემდეგ მას მოყვება ქვემო ქართლი 10.8%-ის წილით, კახეთის წილი 9.8%-ია და აჭარის 6.7%. საქსტატის მონაცემებით წელს გაცემული ნებართვები მოიცავს მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო ობიექტების მშენებლობას. 2025 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპლუატაციაში მიღებული იქნა 2452 ობიექტი, ჯამში 2.480.000 კვადრატული მეტრი ფართობის, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.7%-ით მეტია, თუმცა ობიექტების რაოდენობა 5.6%-ით ნაკლებია. ექსპლუატაციაში მიღებული ფართობის 2/3-ზე მეტი მოდის ისევ 4 ძირითად რეგიონზე: 34.8%-ით თბილისზე, 12.7%-ით მცხეთა-მთიანეთზე, 11.6% კახეთზე და 9.1% ქვემო ქართლზე. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი გახსნიდან დღემდე 8.8 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურა. აეროპორტის 13 წლის იუბილეოსთან დაკავშირებით აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით ქუთაისის აეროპორტში საიუბილეო კვირეულია, რომელიც მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციითვე მგზავრობისათვის სპეციალური შემოთავაზებით და სიურპრიზებით არის დატვირთული. ადმინისტრაციის ინფორმაციით, მთავარი სიურპრიზის ორმხრივი ავიაბილეთის გათამაშება ქუთაისი-ლიონი ქუთაისის მიმართულებით გამარჯვებული მგზავრის მემინგემის მიმართულებით დაგეგმილ რეისზე გაფრენამდე გამოვლინდება. ამ დროისათვის, რაც ცნობილი არის, მიმდინარეობს ახალი 3.5 კილომეტრიანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რომლის დასრულების შემდეგაც ქუთაისის აეროპორტი შეძლებს დიდი ზომის სამგზავრო და სატვირთო ავიახომალდების მიღებას შეზღუდვების გარეშე. 2025-2026 წლების ზამთრის სანავიგაციო სეზონისათვის დამახასიათებელი მოთხოვნის შემცირების გამო სოხუმის აეროპორტში ფრენების შემცირდება. ამის შესახებ განცხადებას ოკუპირებული აფხაზეთის ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს და მათი ინფორმაციით ამ დროისთვის დე-ფაქტო აფხაზეთის მთავრობა რუსეთის ხელისუფლებასთან ერთად სოხუმი-მოსკოვის ავიამიმოსვლის სტაბილური შენარჩუნებისათვის ზომებს ამუშავებს. გეგმაშია 4 შაბათობით და შაბათობით ბომბარდირ CRJ-200 ტიპის ხომალდით რეგულარული რეისები შენარჩუნება 25 ოქტომბერს სოხუმის აეროპორტმა მაისში განახლებული ოპერირების შემდეგ ზაფხულის პირველი სეზონი დახურა. მედიის ინფორმაციით, სადებიუტო სეზონის მიუხედავად სოხუმის აეროპორტმა 118,000 მგზავრი მიიღო. საქართველოში ციტრუსის კრეფის სეზონი იწყება. არასტანდარტული მანდარინის გადამუშავებისთვის სუბსიდია წელსაც გაიცემა. აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით სუბსიდია 35 თეთრი იქნება, დამატებით 5 თეთრს გადამუშავებელი საწარმო გადაიხდის. საერთო ჯამში 40 თეთრიანი ფასია განსაზღვრული. საჯარო მოხელეები ერთზე მეტ სამსახურში დასაქმებას ვეღარ შეძლებენ. კანონი ძალაში 1 ნოემბრიდან შედის. 2025 წლის სექტემბრის ბოლოს არსებული მდგომარეობით პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებული იყვნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები 61 ქვეყნიდან და მოქალაქეობის არ მქონე პირები. სისხლის სამართლის სტატისტიკის მაჩვენებლებით მათი რიცხვი 1404-ია. ეს ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობის 13.4%-ია. როიტერსი შტატების სახაზინო მდივან სკოტ ბესენზე დაყრდნობით წერს, რომ შტატებმა და ჩინეთმა TikTok-თან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს.
საქართველოში ციტრუსის გრეფის სეზონი იწყება. მოსავლის დაბინავებისათვის ქობულეთში ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა. გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე სეზონზე ციტრუსის მოსავალი 60-65,000 ტონას მიაღწევს. საექსპორტო მანდარინს 20-ზე მეტი გადამამუშავებელი საწარმო ჩაიბარებს, ხოლო არასტანდარტულ ნაყოფს ქობულეთის 2 საკონსერვო ქარხანა შეუზღუდავი რაოდენობით გადაამუშავებს. არასტანდარტული მანდარინის გადამუშავებისათვის სუბსიდია წელსაც იქნება და აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით არასტანდარტული სამრეწველო გადამუშავების მანდარინის სუბსიდია 35 თეთრით არის განსაზღვრული, დამატებით 5 თეთრს კი გადამუშავებელი საწარმო გადაიხდის, რაც საერთო ჯამში 40 თეთრიან ფასს განსაზღვრავს. აჭარა ტრეიდინგ გრუპის დამფუძნებელი კახა შავაძე ამბობს, რომ ის სუბსიდიის მომხრე არ არის, მაგრამ დღეს როგორც ფერმერების გადამუშავებელი ქარხნები მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშე არიან, რის გამოც სუბსიდიის გარეშე მათ გაუჭირდებათ. მისი თქმით, გარდა არასტანდარტული მანდარინის სუბსიდირებისა, სტანდარტული მანდარინის სუბსიდირებაც უნდა მოხდეს, რაც დარგს დაეხმარება. სუბსიდია არ არის კარგი ზოგადად, მაგრამ ამ ეტაპზე ფიქრობ, მაინც საჭიროა ჯერ კიდევ არ დგას არც ფერმერი და არც საწარმოები იმ ეტაპზე, უფრო მეცაც გეტყვით, მე ვისურვებდი მაგალითად, რომ რაღაც დოზით, ესე ვთქვათ, სტანდარტიზაციას იყოს დაშვებული, რათა ინდუსტრიამ შეძლოს ფერზე დადგომა. ძალიან დიდია პრობლემები ინდუსტრიაში რეალურად და არ არიან ჩვენი საწარმოები მზად. ძალიან დიდ ინფრასტრუქტურულ დანახარჯებს მოითხოვს და უბრალოდ ხედვა მე ვიცოდი, რომ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქვს რაღაც პროგრამები, რომელთა ეფექტურობა დიდად ვერ დავინახე, მაგალითად მათ ადგილას დავაპროექტირებდი და მიმართავდი, ესე ვთქვათ, აი ამ საწარმოების ფერზე დასადგომად და უფრო ეფექტურ პროგრამას შეიმუშავებ. უზბეკეთმა ქართული მანდარინის იმპორტი გაამარტივა. ფერმერები უზბეკეთში მანდარინის ექსპორტის ზრდას ელოდებიან. საქართველოში ციტრუსის გრეფის სეზონი საწყის ეტაპზეა. მოსავლის დაბინავებისათვის ქობულეთში ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი გახსნილია და საექსპორტო მანდარინს 20-ზე მეტი გადამუშავებელი საწარმო ჩაიბარებს. არასტანდარტულ ნაყოფს ქობულეთის 2 საკონსერვო ქარხანა შეუზღუდავი რაოდენობით გადაამუშავებს. აჭარა ტრეიდინგ გრუპის დამფუძნებელი ამბობს, რომ მიმდინარე სეზონზე ციტრუსის მოსავალი სავარაუდოდ 60-65,000 ტონის ფარგლებში იქნება და ის ვარაუდობს, რომ ამ ეტაპზე ხარისხობრივი მაჩვენებელი პროდუქციის შემთხვევაში დამაკმაყოფილებელია. შავაძე საუბრობს მანდარინის ექსპორტის გეოგრაფიაზეც და აღნიშნავს, რომ წელს სავარაუდოდ ტრადიციულ ბაზრებს უზბეკეთიც დაემატება. გაცილებით უკეთეს მოსავალს ვიდრე ეს შარშანი, რაოდენობრივად როგორც თქვენ ბრძანეთ, უკვე 60-65,000 ტონის ფარგლებში არის მოსავალი. ამავე დროს მინდა ვთქვა, რომ ხარისხობრივი მაჩვენებელის ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით კარგი ჩანს და ვედომეთ, რომ ამინდები ბოლო პერიოდში, ბოლო ფაზაში, ესე ვთქვათ, მწიფობისა იქნება სასურველი ფართოვდათო სამწუხაროდ ვიტყვი, ერთ-ერთი არის, რომ კარგი არის, რომ აი უზბეკეთის ბაზარი ცოტა გამოჩნდა და იქაც ასე ვთქვათ, რაღაც ბიუროკრატიასთან იყო დაკავშირებული, ასე ვთქვათ, უზბეკურმა მხარემ მიიღო გადაწყვეტილება და ჩვენი პროდუქტის, ასე ვთქვათ, იმპორტი თავის ადგილში დაუშვა, უფრო გაიოლებულად, ასე ვთქვათ, და ვფიქრობ, რომ მარტება იქნება უზბეკეთის ბაზარი. ფუტკრის დაავადება ჯერჯერობით კვლავ არის, თუმცა კრიტიკული პერიოდი აღარ გვაქვს, ამბობს თაფლის მწარმოებელი კომპანია ხუბის დამფუძნებელი მიხეილ ჭიღლაძე. მისი შეფასებით, წელს თაფლის წარმოებაში განსაკუთრებით მაღალი მოსავლიანობა, რაც მეფუტკრეების ცოდნის და თანამედროვე აგრობიოტიკების გამოყენების შედეგია. BMG-ის ამბობს, რომ ფუტკრის დაავადება კვლავ რჩება, თუმცა ისეთი კრიტიკული პერიოდი აღარ არის, როგორც წინა პერიოდებში იყო. მისივე განცხადებით, კომპანიამ 9 თვის მონაცემებით დაახლოებით 45-50,000 ტონა თაფლის მოსავალი მიიღო. დეკემბერი ჰობისთვის ყველაზე აქტიური თვეა, როცა მთლიან გაყიდვებში 40-60%-იანი წილი მოდის და ამ პერიოდში კომპანია ფერმერებისგან ყველაზე მეტ თაფლს იძენს. TBC კაპიტალი ობლიგაციების ბაზრის მიმოხილვას აახლებს, რომლის მონაცემებითაც ოქტომბერში შტატებში მომხმარებელთა ნდობა მესამედ შემცირდა, რაც არსებული ოპტიმიზმის და მომავლის გაურკვევლობის ზრდას აჩვენებს, განსაკუთრებით სამუშაოს ბაზრის და ინფლაციის მიმართულების. ამავე დროს სუვერენულმა ობლიგაციებმა ზრდა აჩვენა, ლიდერი რუმინეთი იყო დაბალი შემოსავლიანობით, შენარჩუნებული ინვესტიციების ხარისხით, მსუბუქი მიმწოდებლებითა და მხარდამჭერი პოლიტიკით. ზრდას აჩვენებს კორპორაციული ობლიგაციების თურქულმა Severbank-მა
ყველაზე დიდი ზრდა დააფიქსირა, ისი მიზეზიც იყო IFC-ის ახალი სესხრი, უკეთესი რეიტინგული ნარატივი და თურქული ბანკებისათვის გაუმჯობესებული ბაზრის ცვლობა. რაც შეეხება საქართველოს ევროობლიგაციების ბაზარს, ბოლო ორ კვირაში საქართველოს გლობალური კომუნალური კომპანიების და საქართველოს რკინიგზის ინდიკატორულ ფასში მცირე ცვლილება დაფიქსირდა 0.35 მიასედისა და 0.54 მიასედის შესაბამისად. საქართველოს მთავრობის ევრობონდების შემოსავლიანობა 6.77 მიასედიდან 6.62 მიასედამდე შემცირდა, ხოლო JSC სილქნეტის შემოსავლიანობა 7.33-დან 7.29 მიასედამდე. ასეთი იყო საქმის კურსის შემაჯამებელი გამოშვება ამ დროისათვის. წინ საქმიანი საღამო გეოლდებათ, რომელსაც ბექა პაციკაძე და გიორგი თოლორდავა გაუძღვებიან. ჩვენ ერთმანეთს ხვალ შევხვდებით BMG TV-ს ეთერში საღამო 7 საათზე დროებით.